ყურადღება იწყება ექსკურს, attention, excursion begins. ყოფილი და მოქმედი მოხელეები ადამიანებისა და ბუნების წინააღმდეგ. პოლიცია მოდის და უკან მოყვება ცემენტის მანქანა. А как ты думаешь, в горах стройки происходят? სოფლის ორწლიანი უკომპრომისო ბრძოლა ოდაბადეს დასაცავად. შენ თვალწინ ყრია, რატო არაწევდე? ექსტრემალური ტურიზმი ბუნების ძეგლებზე და ადგილობრივი თემის ექსტრემალური იგნორირება. აი რა გავაკეთე ჩვენ მაგრები ვარ, კარგები ვარ, დავასაქმეთ ხალხი და მას გეტყვიანე. ველური მიდგომა, ველური ბუნების ხელში ჩასაგდებად. ვარცხენ პასუხს და შენი მიკროფონი და უნდა გადაგიგდო მაინც და მაინც. როგორ აღმოჩნდა ბუნების ძეგლების შემოსავლები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ხელში. 10,500,000 ლარი იყო შემოსავალი და მარტვილის მუნიციპალიტეტში ლარიანი არ დარჩენილა ძმაო. რუსული გავლენები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. ეს არის სუფთა ინტერესთა კონფლიქტი. ნახეთ თის ამბების საგამოძიებო ფილმში. თავისუფალ დრო რაც კი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აქ მაკატარებდა. სკოლის დამთავრებაც მაგიტომ მიხაროდა რომ აქ უნდა ჩამოსულიყავი უეჭვი. სინამდვილეში აქ გავიგე თავისუფლება რა არის. ჩემი მეგობრები ვინც არიან, ყველა მდინარეზე შემიყვარდა, იმიტომ რომ იქ იყვნენ ნამდვილები, როგორებიც არიან, ეგ დავინახე და მის მერე ბავშვობის ძმაკაცები თუ ვინმე მყავს, ძირითადად აქედან მყავს. მაგრამ დამოუკიდებლობა პირველად ვიგრძენით, პირველად რომ გადავხვდით სათავეზე, რომ ამოუყვინთეთ და ცოტა გავცურეთ სრულიად დამოუკიდებლად. ნებისმიერ ბალდელს ბავშვიდან უხუცესამდე რომ ჰკითხო, მათი სოფლის მდინარეზე, როგორც სულიერზე, ისე მოგიყვებიან. მდინარემ თვითონ გაგვაცნო თავისთავი, თვითონ გაგვაცნო ჩვენი თავიც, რა შეგვიძლია, თმენა როგორ შეგვიძლია რაღაცისთვის. და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ სათავეზე პირველად რომ ვიბანავეთ, თითქოს უკვე ბიჭი ვიყავ. მის მერე არც ერთი წამი არ ყოფილა ისე, რომ მარტო ყოფნის რაღაცნაირად შიში მქონოდა. თითქოს თავისუფლების გემოს უფრო ვგებულობ. მარტო როცა ვარ ამ მდინარესთან. ყოველი წელი, ყოველი ზაფხული ჩვენთვის იყო ბალდის კანიონთან დაკავშირებული. არა მარტო ზაფხული, მათ შორის ზამთარში ნათლისღების რიტუალიც. მდინარეა მათი პიროვნული იდენტობის ნაწილიც და ხშირად სარჩო საბადებელიც. გვაქვს საოჯახო სასტუმრო, მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ საქმიანობაში. ადამიანი, ვინც მოდიოდა ჩემთან დასასვენებლად, იმდენად აღრთოვანებული იყო ამ სოფლის ველური ბუნებით და მისი თავისუფლებით, რომ მინიმუმ 1 დღე, 2 დღე დამატებით რჩებოდა გაუთვალისწინებლად. ამას იწვევდა ეს ბალდის კანიონი, სადაც, ჩემი სახლიდან წამოსული ტურისტები ჩადიოდნენ უფასოდ, შემხებლობაში იყვნენ იმ ველურ ბუნებასთან, იმ ეკოსისტემასთან და სრულ ბედნიერებას იღებდნენ მთელი ამ სანახაობისგან და ეს შეეძლოთ ეკეთებინათ ყოველ დღე, მთელი დღე, ნებისმიერ დროს, როცა ენდომებოდათ და მას შემდეგ რაც ეს ბალდის კანიონი გახდა მიუწვდომელი ამ ხალხისთვის, რჩება უკვე ის მასობრივი ტურიზმისთვის, მას ტურიზმისთვის პოპულარული ადგილები რაც არის, რაც ეკოტურიზმის მოყვარულ ხალხს მაინც და მაინც არ იზიდავს. შესაბამისად, ამ ხალხს ნაკლებად აქვს ინტერესი, რომ სოფელში უფრო მეტი დრო დახარჯოს. მათ შორის ცხენების ტურებსაც ვაკეთებ, იმიტომ რომ აქ გავიზარდე, ცხენები მიყვარს და რაღაცნაირად ეს ჰობის და ბიზნესის შეთავსება ჩემთვის ძალიან ბედნიერების მომტანი იყო და ამაზეც აისახება ეს ბალდის კანიონი, იმიტომ რომ ვიზიტორი, ვინც მოდის ერთი დღით სოფელში და დაუგეგმავად არ აქვს იმის დრო, რომ წავიდეს ცხენის ტურზე, შესაბამისად ის ადამიანი ჩემი კლიენტი ვერ იქნება. ჩემი კლიენტი იქნება ის ადამიანი, ვისაც უყვარს ველური ბუნება, ვინც შეძლებს რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩეს სოფელში და სრული სერვისი მიიღოს ჩემგან, ჩემი ოჯახისგან და ჩემს ირგვლივ მყოფებისგან, რასაც ჩვენ თავაზობ.
ადგილი, სადაც ბალდელებმა შიშის დაძლევა, მოთმინება და დამოუკიდებლობა ისწავლეს, აბაშის წყლის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური სივრცეა. სოფელი მას სათავეს უწოდებს. 2013 წლიდან დაცულ ტერიტორიად აღიარებულ ბალდის კანიონზე დღეს მალულად თუ შეიპარები. ხუთი და ადგილ-ადგილ 10 მეტრის სიგანის ვიწრო ხეობაში მართლაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. ზურმუხტისფერი კამკამა წყლით და ორივე მხარეს აღმართული კლდეებით ზემოდან. წყალქვეშ კი ამ ჯადოსნურის სანახაობით. კანიონს ორივე მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები ესაზღვრება. სწორედ ერთ-ერთი ეზო იყო იქ ჩასასვლელად ყველაზე მოხერხებული ადგილი. მეზობელი რომ არ შეწუხებულიყო, ბალდელებმა გადაწყვიტეს კანიონზე ჩასასვლელი ბილიკი მოეწყოთ. ახალგაზრდებმა მოვინდომეთ, რომ იქ ეკალბარდი რაღაცები გაგვესუფთავებია და გვერდიდან ჩაგვეყვანა ბილიკი რა მთელმა სოფელმა. და მაშინ ამოვიდა დაცული ტერიტორიებიდან, სააგენტოდან ხალხი და გვითხრა ესეთ რაღაცა, ეს არის ბუნების ძეგლი, აქ ელემენტარული ქვის გადატრიალება არ შეიძლება და ეკალბარდის მოჭრაც არ შეიძლება რა. ხო და მაშინ ეხა ჩვენ დავთანხმდით რომ ეს თუ ბუნების ძეგლია და რაღაცა, კაი გვესმის და თუ არ შეიძლება რაღაცა ჩარევა, ეკალბარდის მოჭრა, რაღაცა ქვის გადატრიალება, კაი, არ შეიძლება და შევთანხმდით მაგაზე. სტუმართ მასპინძლობა სამეგრელოში როგორც ახლა განთქმულია, ყველა მიცის და პირველი ადგილი, სადაც სტუმარი მოყავს ადგილობრივს, ეს ადგილია სათავე, ბალდის კანიონი. და ამ ყველაფრის ფონზე მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ეს ჩვენი ყველაზე სოციალური სივრცე, რომელიც სულ დატვირთული იყო როგორც ადგილობრივებით, ისე ტურისტებით, ხელში ჰქონდა ჩაგდებული კომპანიას 40 წლით. ეს შემთხვევით აღმოაჩინეს. 2023 წლის აპრილში ბალდელებს კანიონი შემოღობილი დახვდათ. თავდაპირველად ყველა მიფიქრა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო კანიონზე ჩასასვლელი ბილიკის მოწესრიგებას გეგმავდა. მე უკვე ადგილობრივები როცა საბანაოდ მივიდნენ, ვიღაც რუსულენოვანმა ადამიანებმა მათ მოთხოვეს ტერიტორიის დატოვება, რაზეც რა თქმა უნდა უარი მიიღეს ადგილობრივების მხრიდან. შემდეგ მოვიდა დაცული ტერიტორიების თანამშრომელი, რომელმაც განუმარტა ადგილობრივებს, რომ ეს უკვე იყო კერძო საკუთრება და აქ ნებართვის გარეშე ვეღარ ჩავიდოდა. აქედან დაიწყო უკვე მოძიება ინფორმაციის, რა ხდება სინამდვილეში, რატო გასხვის და რატო შემოგვიღობეს და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ შპს კანიონის 340-ს გადაეცა 40 წლიანი იჯარით და ადგილობრივებისთვის დაკეტილი იყო და შემდგომში უკვე ფული უნდა ეხადა მოსახლეობასაც, რომ ამ ადგილზე მოხვედრილიყო. სოფელი სახტად დარჩა და ვიდრე კანიონის მცველებად იქცეოდნენ, რამდენიმე გარდამტეხი ეტაპი გაიარეს. ლიანა ბებო, ჩვენი უხუცესი ამ სოფელში, ყველაზე დიდი ძალა ვინც მომცა სინამდვილეში რა, ერთადერთი ქალი იყო. ყველას შიში ქონდა იმის, რომ არაფერი გამოვა, იმიტომ რომ ალბათ მთავრობას ვებრძვით, ესე რომ არაფრად ჩაგთვალეს. ერთადერთი ქალბატონი იყო ლიანა ბებო, 96 წლის ქალი, რომელმაც ესე უბრალოდ ჯოხი დაარტყა, რას ქვია წაიღეს ესე მითხრა, თან კაცრად და რას ქვია ჩვენ ამისთვის არაფერს არ ვშვებით. მეორე გარდამტეხი ეპიზოდი მაშინ მოხდა, როცა ბალდელები ინვესტორის ვანდალიზმის მოწმეები გახდნენ. საკუთარი თვალით ნახეს, როგორ რეცხავდნენ ბუნების ძეგლს მაღალი წნევის აპარატით და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური გამოიძახეს. ხედავთ მარჯვენა მხარეს ეს არის გარეცხილი კერხებით მოშორებული ხავსი მიწა. ადგილზე მისული ინსპექტორები კი უფლებას არ აძლევდნენ შესამოწმებელ ტერიტორიაზე ადგილობრივებით შეჰყოლოდნენ, არადა დაზიანებული უბნების ჩვენება მათ გარდა არავის შეეძლო. უცებ უკვე რომ გადადის იმაზე თემა, რომ ეხა დაგიჭერთ, თუ ესე უნდა გვეჯიკავოთ, უეჭველი მოგვიწევს დაჭერა. ერთ-ერთი ბავში, გოგო, 11 წლის ბავში ამოდის, გზიდან მოდის და უყურებს, რომ აქ ხდება ეს ამბავი, რომ ჩვენ 6 ბიჭი ვართ ამდენი პოლიციის წინაშე მარტო და გვიწევს ჯიკაობა. ეს ბავში უცებ შეიპარა სათავეზე ამ ბალდის კანიონზე, გადახტა და უცებ რაღაცნაირად ქრება. და ერთი დავინახეთ ის, რომ გაცურა და თურმე ეს ბავში მოდის აქ
აქაურ ბავშვებს ეუბნება ზევით რაც ხდება და უცე ბეჭდების მძანებელში არის ელფები რო შემოვლენ მოულოდნელ და ზუსტად ისე მოულოდნელ რამოდენიმე 10 ბავშვამდე გზიდან მორბის 10 ბავშვამდე ესე ხეობას ამოუყვა 1-20 ბავშვი იქიდან ხეებიდან ჩამოდის და უცებ იქნება ისა რომ ჩვენ აქა ვართ და ეს ბავშვები ყველა იწყებს ბანაობას დინარეში იქ აგრძნობიეს რომ ჩვენა ვართ აქ და ჩვენ თავისუფლება აქ არის პოლიციის უფროსის მოადგილე ტრიალდება და ამ ზედამხედველს ეუბნება რომ ეხლა ამაზე რა ვქნათ, ამათ ვერ გავყრით აქედან და ამათ ვერ გავყრით, ამათ როგორ დაუშალოთ აქ ჩამოსვლა და შესაბამისად მოუწიათ ამათ წასვლა, ჩვენ მოგვიწია შეყოლა გარემოზე, ადგილები ავღწერეთ, სადაც არ უნდათ მისვლა ამ გარემოზე დამხედველებს და სხვა გზა აღარ დარჩა და ამ ბავშვებმა სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი იქნეს იქ, რომ რაღაც გზა გახსნეს. მალე ბუნების ძეგლზე, სადაც ადგილობრივებისთვის კენჭის გადაბრუნება და ეკალბარდის მოჭრაც აკრძალული იყო, ცემენტით დატვირთული სამშენებლო მანქანები პოლიციის ესკორტით მიაცილეს. უყურებთ აქედან, რომ პოლიცია მოდის და უკან მოყვება ცემენტის მანქანა და ამ პოლიციას ავდექით და ჩვენც გამოვიძახით პოლიცია და რომ მოვიდა, ვეუბნებით, რომ იქ მშენებლობის უფლება არ აქვს. ეს მიტრიალდება და მეუბნება, რომ მაჩვენე საბუთს. ეხლა შეხედავ ყრიან, შენ თვალწინ ყრიან, რატო არ აკეთებ? ვის ეგეც არ გიკითხავს, აქვს თუ არა დოკუმენტი, ვის აქვს დოკუმენტი? აი, როგორ არყევს ადამიანი გადასული. ვინ არყევს? მოდი, შენ გააჩერე გარკვევამდე, რატო არ აჩერებ? გარკვევამდე მაინც აკამ არა. და მე მარტივად შევეკითხეთ რა, ეხლა მე რო გამოგიძახოთ ხო და გითხრათ ხო რომ აქ თრალი ადამიანი დაარბის მანქანით, რომელსაც მართვის მოწყობა არ აქვს, მართვის მოწყობას მე მომთხო, ვინც გამოგიძახეთ თუ იმასთან მიხვალთ ხო და ესე ძალიან ურცხვად დგება ეს ადამიანი და მეუბნება რომ რა თქმა უნდა შენ მოგთხოვო და მივხვდით რომ სხვა გზა არ გქონდა და ფიზიკურად უნდა დაგვეცვა. ამიტომ ერთი ჩვენი თანასოფლელი კაცი ჩახდა, მე ჩავხდი და მე ისე მოხდა რომ ვერ ჩაასხეს. მე მოვიდა და შენ უნდა გააჩერე. ეს ტერიტორიაც მათი ჯარაში არ შედიოდა, მაგრამ თავისუფლება მიცეს, რომ მოეთალათ მთლიან სადღაც 7 მეტრი თუ 10 მეტრი არის მოთლილი, მოთალეს და კონსტრუქციის აშენება დაიწყეს, სადაც მთავარი გამშვები პუნქტი უნდა აეშენებიათ. ნუ საბოლოო ჯამში ისევ და ისევ დადასტურდა უკვე მერიის აზომვითი სამუშაოების ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია მითვისებული ჰქონდათ. ეს არის როლერის ატრაქციის გამშვები პუნქტი. როლერის ატრაქცია მოიცავს ზიპლაინის მაგვარ ატრაქციას, რომელიც ბევრად უფრო აზიანებს ბუნების ძეგლს, იმიტომ რომ ზიპლაინისგან განსხვავებით ის მიუყვება რელიეფს, ესე ვთქვათ, და ამისათვის მათ სჭირდებათ, რომ ყოველ რამოდენიმე მეტრში რკინის ტროსებით მიამაგრონ ეს დიდი მილი. ამისთვის ახლა ეს გზა მთლიანად კანიონის მეორე ბოლომდე უნდა გაასუფთავონ, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოჭრან ხეები, სადაც ხელს შეუშლის, უნდა ჩამოთარონ კლდეები, სადაც ხელს შეუშლის, ეს ნიადაგი კლდეებზე რაც არის, უნდა ჩამორეცხონ მთლიანად, რომ უფრო მყარი ზედაპირი მიიღონ და პლუს ამას ზედმეტი ხეები, ბრჭყალებში მათთვის ზედმეტი ხეები რაც არის, ისინი ავტომატურად უკვე ჩამოცვიდეს. ზუსტად ეს იწვევს იერსახის შეცვლას. ეს არის ექსტრემალური ტურიზმი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომ ბუნების ძეგლზე გააკეთო ექსტრემალური რაღაცა ინფრასტრუქტურა და საბოლოო ჯამში ვიღებდით იმას, რომ ყველა ის ფასეულობები, რის გამოც ეს არის დაცული ტერიტორია და რის გამოც ეს არის ბუნების ძეგლი, უქრება ამ ადგილს. ბუნების ძეგლი კი არ უნდა მოერგოს ჩვენს პროექტს, პროექტი უნდა მოარგონ ბუნების ძეგლს. სხვა გზა არ იყო. ბალდის მკვიდრებმა კანიონის ჩასასვლელთან კარავი გაშალეს. ეს არის 628 დღე. 2 წელია ბალდა თავის საკრალურ მდინარეს დღე და ღამე ზამთარ ზაფხულ დარაჯობს. ჩვენი ყოველდღიურობა არის ფიქრი მაგ უსამართლობაზე ზუსტად რასაც შენამობდა მაგ ხით ჩატეხილობაზე, იმიტომ რომ აქეთ ერთი მხარე არის, რომელიც თავის ცხოვრებას განზადებს და 2 წლის განმავლობაში იბრძვის იმისთვის, რაც უყვარს და მეორე მხარეს არის ხალხი, ვინც ფურცელზე ერთ ხელმოწერა გააკეთა და გააგრძელა ცხოვრება. და არც ერთი წამით არ გრძნობენ პასუხისმგებლობას იმ ფაქტზე, რაც ამ სოფლის პროტესტს იწვევს, რაც თავიანთ კისერზე არის და არა მარტო იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო არის, მინიმუმ იმაზე მაინც უნდა იყვნენ შეწუხებული, რომ ხალხი, სოფელი არის ასეთ მდგომარეობაში. მიზეზი რის გამოც აქ ვართ გამოკეტილები არის კორუფცია,
რომელიც დაცული ტერიტორიების ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან მოდის, ვალერიან ჭედლიძის კონკრეტულად, რომელმაც მიითვისა ის, რაც უნდა დაეცვა სინამდვილეში და შეენარჩუნებია ხალხისთვის. და არა მარტო ბალდის კანიონი გამოირკვა, რომ თურმე ძალიან ბევრი ბუნების ძეგლი აქვს მითვისებული და მონეტიზაცია აქვს ჩართული, რომ ხალხს ახდევინებს უბრალოდ იმაში ფულს, რაც ყველასია, ყველას ეკუთვნის და ამით მდიდრდება თვითონ. ეს კორუფცია და ეს უსამართლობა არის მიზეზი, რის გამოც აქ ვართ გამოკეტილი და სამართლიანობა, სიყვარული, პრინციპები და ღირებულებები არის ის, რაც გვეხმარება, რომ გავჩერდეთ. და ვიდგეთ ბოლომდე. ბოლომდე. ბალდის კანიონს, ისევე როგორც აბაშის წყლის რამდენიმე მონაკვეთს, სტატუსით ბუნების ძეგლებს, გამოქვაბულებსა და ჩანჩქერებს ორთავიანი გველეშაპი დაეპატრონა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი. ერთი იმ უწყების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელსაც ბუნების ძეგლების დაცვა ევალებოდა და რომლის ხელში გადიოდა ყველა ცნობა მომავალში გასაიჯარებელი პროექტებისა და მათი ფინანსური პოტენციალის შესახებ. ვალერიან მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. დღეს კი ბუნების არაერთი ძეგლი მისი ბიზნესია. ბიზნესები, რომელსაც საკუთარი თუ დედისა და ცოლის სახელით ფლობს. Этот прецедент, когда გველეშაპის მეორე თავი რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი, მამუკა მერკვილაძეა. კაცი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ლობირებდა. რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ოკუპანტის სახელმწიფოს ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენა არ უჭირს. Ее главное оружие – это уникальный голос. ამ კადრებში მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია სიმღერის კონკურსის გამარჯვებულის პრიზს არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან იღებს. Для вручения почетных грамот разрешите пригласить на эту сцену министра обороны Российской Федерации, Героя России, генерала армии Сергея Кожегетовича Шойгу. სერგეი შოიგუს ხელდასხმული მომღერალი თავის შლაგერებს და გულისამაჩუყებელ პოსტებს არიშურებს რუსული არმიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზეც. პოლიტიკური შოუ-ბიზნესიდან ადგილობრივ კორუფციულ ბიზნესს რომ დაუბრუნდეთ, მჭედლიძე მერკვილაძე ბალდის კანიონს 40 წლით დაეპატრონენ. და ამ 40 წელიწადში ბიუჯეტში, რაც შეიძლება ნაკლები რომ გადაეხადათ, ბალდის მიწები რეალურ საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად შეუფასეს. ჯერ ხო კაპიკებში შეაფასეს ბალდის კანიონის უნიკალური ძეგლი, ვიცით ჩვენ რომ 5 ლარად და 50 თეთრად აქვთ 1 კვადრატული მეტრი შეფასებული, მაგალითად დაშბაშის კანიონიც არის 4 ლარად და 20 თეთრად კვადრატული მეტრი. რატო? იმიტომ რომ მე იაფი გადაიხადონ ყოველწლიური გადასახადი თავად უკვე, როგორც როცა ინვესტორებად მოგვევლინებიან და 30 წლით, 35, 40 წლით ხელში იგდებენ ხოლმე ამ უნიკალურ ადგილებს. როგორ იგდებენ ხელში, ისე რომ არავინ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის შესახებ არ იცის, ხო? დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაქირავებულ აუდიტს ბალდის კანიონის შეფასებისას შესადარებლად მარტვილის იმ სოფლებში მდებარე მიწის ნაკვეთები აქვს გამოყენებული, რომლებიც ბალდიდან 10-20 კილომეტრით არის დაშორებული. არც მდინარესთან არის ახლოს, არც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და არც რაიმე მსგავსი ღირებულება. ბალდის მიწის არაადეკვატურად დაბალი ფასის დადგენამ მჭედლიძე მერკვილაძის კომპანიას გადასახადი გაუიაფა. 24,000 კვადრატული მეტრის იჯარაში 40 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მხოლოდ 554 ლარს, შემოსავლიდან კი მხოლოდ 6%-ს გადაიხდიან. თის ამბებმა 45 ასეთი ხელშეკრულება შეისწავლა. მჭედლიძესთან დაკავშირებული კომპანიების გადასახადი ყველგან 6-დან 9%-მდე მერყეობს. სხვა შემთხვევებში მოიჯარეებს 9-დან 30%-მდე ახდევინებენ. პირდაპირ მნიშვნელობით გული მეტკინას ოიძახს ადამიანი, პირდაპირ მნიშვნელობით ეგ ტკივილი ვიგრძენით, როცა ვიღაც ესე ჭალებში ტიპი მოდის, გვეუბნება რუსულად, რომ კერძო ტერიტორიაზე შევედით და შესაბამისად უნდა გამოუძახოს პოლიციას. ბალდის კანიონის მოიჯარეს შემსრულებლებადაც რუსულენოვანი კონტრაქტორები ყავს დაქირავებული.
კანიონი 350-ის თანამშრომლები რუსულ ქართულად ავლენენ აგრესიას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მთავარი მარგალიტი წაართვეს და ვისთანაც 40 წელი მოუწევთ ურთიერთობა. როდესაც შეიარაღებული კომპანიის თანამშრომლები თავს დაესხნენ კარავს, მაგ დროს მინდია ბჟალავა დააჭრეს ხანჯლით, 7 ჭრილობა მიაყენეს და სასწაულებრივად გადარჩა მინდია, ქალს იარაღი, სანადირო იარაღი დაადეს შუბლზე, მერე კარავში მოვიდნენ და აქაც კიდე ერთ-ერთი ადამიანი დაიჭრა შედარებით მსუბუქად ოღონის. ქალები კარავში იყო ჩვენი დედიკოები, ხახნიერი ადამიანები, ქალები კარავში რო იყო, ბოდიში და შვათითები იაჩვენეს, ქალებს რაღაც შეურაცხმეს. ნუ ეს ყველაფერი ძნელი მოსათმენი ხა ბალდას და ბალდელებს რო აგინებს კაცი, ვიღაცა შემოსული, გუშინდელი, გუში რო ფეხი შემოაბიძა შოფელში, ეგეთი რო ბალდას დედას აგინებს და ბალდელებს მოსახლეობას. ეს არის ძალიან ძნელი მოსათმენი და აქ ადამიანურ რაღაცას მე ვერ ხედავ რა. ყველანაირად ცდილობენ რომ დაგვამცირონ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, სასამართლოს დარბაზსაც კი არ ერიდებიან, მანდატურების თვალწინ გვაგინებენ ხანდახან. ბალდის პრეზენტაციაა რაღაცა. თქვენთვის არ არის, ჩვენებია ინტერესი. ვისთვის არის? დახვეწილ მანერებს არა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს, კომპანიის ხელმძღვანელობასაც ვერ დააბრალებთ. აი, არში ხელი შენ არ შეეხო, ხელი შენ არ შეეხო. ადგილობრივებისა და მედიის მიმართ მერკვილაძეები, ძმები და ბიძაშვილები თანაბრად მტრულად არიან განწყობილები. ჭედლიძეს წილები რატომ აჩუქეთ? ჭედლიძეს წილები რატომ აჩუქეთ? ბალდის კანიონში და პრომეთეს ზღვიმეში. წინასწარ იყავით გარიგებულები? გამარჯობა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავად ვალერიან ჭედლიძე და მამუკა მერკვილაძე ინტერვიუზე ვერ დავითანხმეთ. ვალერიან ჭედლიძეს ბალდის კანიონში და პრომეთეს ზღვიმეში. არ ვიცი და არც მაინტერესებს. პროცესი ხომ ხართ? ხარს უჭერ. რა, ჩემს უჭერ ხარ და იდე გითხრა მაინც და მაინც ხა. ხო, გეუნები პასუხს ხო. ვითქო გეუნები კიდევ. ჰა. რატომ აჩუქეთ? წილები რატომ აჩუქეთ? არ ვიცი და არც ვერევი, არც ვერევი. კორუფციაში ვინც ამ მონაწილეები ეთყობა თქვენ პროკურორს. ასე ჩუქნიან წილებს აბა. პროკურორს მოკითხეთ. ვინც და ვისაც ფარაძე იცი. თქვენმა ძმამ რატომ აჩუქა ვალერიან ჭედლიძეს წილები ბალდის კანიონში და პრომეთეს გიდიათქო, არ ხცენ პასუხს და შენი მიკროფონი და უნდა გადაგიგდო მაინც და მაინც. არ ხცენ პასუხს, ხო? და გადი რა. ხო, გიხარი რა. მიპასუხეთ? წილები რატომ წესიერად ისაუბრეთ? წესიერად ილაპარაკეთ. უზდელოს. შესაბამისად, ვერაფრით აიხსნა ის ფაქტი, საიდან ჰქონდა ყოფილ საჯარო მოხელეს იმდენი თანხა, რამდენიც ზოგიერთ შემთხვევაში დასჭირდა წილების შესაძენად სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ბუნების ძეგლებზე ოპერირებენ. ასეთი თანხები ჭედლიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ არის. ჭედლიძის და მერკვილაძეების ხელში როგორ მოხდა მთელი დაცული ტერიტორია? არ ვიცი. რანაირად არის იქ არ მუშაო? კი, მუშაობ, მაგრამ აუქციონით მოხდა ეგ და შესაბამისი კონსულტების დაცვით. თუ რამე გაინტერესებს, მოგმართავს წერილობით. ბალდა სასამართლოს გზით ითხოვს იმ ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც სახელმწიფომ კანიონი 350-ს გაუფორმა. კომპანია არც არსებობდა, როცა დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის ბუნების ძეგლზე აუქციონი გამოაცხადა. 3 დღეში შექმნილი შეპესეკი აუქციონის ერთადერთი მონაწილე და ცხადია, უკონკურენტო გამარჯვებული გახდა. კონკრეტულად მორგებულად ამ კომპანიაზე იყო ეს პროექტი აუქციონი გაკეთებული, იმიტომ რომ ზიპლაინებს და ამ ასე ვთქვათ ატრაქციებს აკეთებს ეს კომპანია, ეს ნათქვამი აქვს მაგ საჯარო და ამიერკავკასიაში ჩვენ ვართ, ვინც ამას ვაკეთებთო. რატომ შეიტანეს ეს აუქციონში ეს პირობა, რომ ეს კანიონზე ეს ატრაქცია გაეკეთებინათ, იმიტომ რომ მხოლოდ ამ კომპანიას შეეძლო ამის გაკეთება, ხო? მოარგეს. რა თქმა უნდა, მოარგეს ეს პროექტი თავიდან ბოლომდე კანიონი 350-ს. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა, როგორ მორგებულიყო თავად კანიონი, ერთი მხრივ გადაწყვეტილების მიმღები მოხელისა და მეორე მხრივ რუსეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მადას. სადმე რამე კლდე ხომ არ იყო ზედმეტი, სადმე ზედმეტი ხე ხომ არ ხარობდა. ერთ-ერთ ჯერზე გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა დააფიქსირა 22 ძირი ხე მოჭრილი უშუალოდ კანიონის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რამდენი ხე იყო მოჭრილი ბეტონის, რაზეც დაასხეს იმ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე მოასწრეს ბეტონის დასხმა და ბილიკის დაწყება, ესე ვთქვათ. იმას ფიზიკურად ვეღარავინ ვეღარ დაითვლის იმ ზარალს, იმიტომ რომ ბეტონია ზემოდან დასხმული და არავინ არ იცის რა მოიჭრა და ასე შემდეგ. თვითონ კი არ უნდათ რომ მოერგონ ამ სოფლის ყოფას და ცხოვრებას, უნდათ რომ ეს ადგილობრივი ხეობა მოერგოს მათ ჯიბეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ კანონის მოთხოვნის საპირისპიროდ აზრი არ ჰკითხა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ დავინტერესდით, ჰკითხა თუ არა ექსპერტებს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოდან, რომელიც უწყებას სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად აქვს შექმნილი. მე ვერ ვიხსენებ ასეთ შემთხვევას. როდესაც თქვათ გაიჯარების საკითხი, თქვათ ინფრასტრუქტურის გაიჯარების საკითხი იყო განხილული. წლების განმავლობაში არ შეკრებილა. თუმცა დებულების მიხედვით თუ სწორად მახსოვს წელიწადში ორჯერ მაინც უნდა იკრიბებოდეს და გარკვეული საკითხები გამოქონდეს, არ იკრებოდა და არასოდეს არ ყოფილა საბჭოზე განხილული ესეთი საკითხები, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. გარემოს დაცვითმა ორგანიზაცია საბუკომ დაცული ტერიტორიებისა და სამეურნეო ტყეების მმართველობის ხარისხი იკვლია და დაასკვნა. ყველაზე ცუდ შეფასებას საქართველოში დაცული ტერიტორიების გაიჯარების შედეგად მიღებული მმართველობის ფორმა იმსახურებს. დაცული ტერიტორიების ტურისტული, უпростоრად ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს შემდეგს: ბიომრავალფეროვნების და იმ ღირებულებების უკეთ შემეცნებას, რისთვისაც შეიქმნეს დაცული ტერიტორია. და არა იმას, რისი რეკლამირებაც მიდის ხოლმე რაღაც ადრენალინის გამოშვება, რაღაცა დასვენებისთვის კარგი გარემო. ამ შემთხვევაში დაისმება კითხვა, რომ თუ ეს დაცული ტერიტორიის თავარდანიშნულად განიხილავთ, რა ქვია, ტურისტების მიზიდვას და ადრენალინის გამოშვებას თუ ფულის გადახდას, დაცული ტერიტორია რაღაცა შევქვნათ. ისე გავაკეთოთ ეს ატრაქციონები. დაბეტონება ბილიკების არის ყოვლად შეუძლებელი ეროვნულ პარკში ან დაცულ ტერიტორიაში. ჩემი აზრით ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. იმიტომ რომ რისთვის არის ეკოსისტემა შექმნილი? ახლა ჩვენ ვიცავთ იქ მარტო ერთ სახეობას ხო არა, ჩვენ ვიცავთ ჩიტების გალობა უნდა გვესმოდეს, ჭიკჭიკი უნდა გვესმოდეს და ახლა ზიპლაინი რო გადაგიქროლებს თავზე რომელ ჭიკჭიკზეა ლაპარაკი, საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგონებ, იმიტომ რომ ზიპლაინია და ან აფეთქებებია, ან რაღაცა ფეირვერკებს აწყობენ ზოგჯერ ეროვნულ პარკებში, აი ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, იმიტომ რომ ეს არ არის ეროვნული პარკი, ან ეს არ არის დაცული ტერიტორია. შესვლა ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე 12, უცხოელი 20, ნავით პლუს დამატებით 20 ლარი. ზიპლაინი თუ გნებავთ, შესვლა და ზიპლაინი ერთად 60 ლარი საქართველოს მოქალაქე, უცხოელი 70, ნავით პლუს 20 ლარი. ბალდის კანიონი ბუნების ერთადერთი ძეგლი არ არის, რომელიც ვალერიან მჭედლიძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობისას მოიზომა. მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ოკაცეს კანიონი, ბუნების ძეგლის 42,000 კვადრატული მეტრი ტურისტული სერვისის გაწევის, იქ საფეხმავლო ბილიკების, 4 გადასახედის, 3 ფანჩატურის, პარკინგისა და ზიპლაინის მოწყობის პირობით შეპესე 220 35 წლით გადაეცა. 3 წელიწადში, როდესაც მჭედლიძე უკვე აღარც დაცულ ტერიტორიებში მუშაობს და შემდეგი პოსტიც შიდა ქართლის გუბერნატორის სავარძელი დაკარგული აქვს, ოკაცეს კანიონის მეწილეების სიაში მისი დედა, ანი გიუნაშვილი ჩნდება. შემოსავალიც, საიდანაც სახელმწიფოს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული გადაწყვეტილებით მხოლოდ 9%-ს უხდის, მის ოჯახში რჩება. მისი პარტნიორი ოკაცეშიც მერკვილაძეა. ეს არის სუფთა ინტერესთა კონფლიქტი. ყურადღება იწყება ექსკურს attention exclusion begins. ყურადღება იწყება ექსკურს attention exclusion begins. კლასიკური ინტერესთა კონფლიქტია მარტვილის კანიონის შემთხვევაც. 2020 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტო ვალერიან მჭედლიძის ხელმძღვანელობით აცხადებს ტენდერს მარტვილში ზიპლაინის მოწყობაზე. 3 დღეში რეგისტრირდება კომპანია Extreme Line და იგებს აუქციონს. 3 წელიწადში კი, როცა მჭედლიძე საჯარო სამსახურიდან მიდის, Extreme Line მისი საკუთრება ხდება. მას მჭედლიძის კომპანია ვიზიტორი 1 ყიდულობს. ყველაფერში ფულის გადახდა არ უწევს. კიდევ ერთ შეპესეს, რომელსაც კინჩხას ჩანჩქერთან 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი რესტორნისთვის გადაეცა, ვალერიან მჭედლიძეს ჩუქნიან. ის დღეს ამ კომპანიის TND-ის 35%-იანი წილის მფლობელია. 360,000 ვიზიტორი ყავდა მარტვილს 10,500,000 ლარი იყო შემოსავალი და მარტვილის მუნიციპალიტეტში ლარიანი არ დარჩენია ძმაო. არ შემოხვედი გზა? რას გაქვს გზა? მარტვილის კანიონთან 50 კაციანი ავტობუსი მოვიდა ძმაო. ბავშვები, ქართველები, გამიგე? ხო და 3 დარჩა. შობლებთან ერთად ბავშვები და რატო დარჩა იცი?
იმიტომ რომ პრომეთეში შევიდა გადაიხადა 20 ლარი, მარტვილში მოვიდა 32 ლარი. იმაში რა ქვია, ოკაცეში მოვიდა 20 ლარი და ფაქტიურად მინიმალური ხელფასი გაქვს 400 ლარი და ჩაგრებიან ძმაო. მაშინ მიზერული თანხა დააწესეთ ლარი, ხო? მასე თუ არის საუბარი. ლარიანი დამიწესე რომ ხო, შესაბამისი. სამი შვილის პატრონი როცა ვარ, ხო, გამიგე? ერთ ადგილზე რომ შევდივარ ძმაო, 90 400 ლარი და მე რა თათუიც წალოყო ქუსლი? მადლობა. ისევე როგორც მარტვილის და ოკაცეს კანიონებში, ასევე კინჩხას ჩანჩქერზე, აქაც პრომეთეს მღვიმეში ბილეთებს გურუ ყიდის. შეპესე გურუ, ჭედლიძის და მერკვილაძის კომპანია. კიდევ ერთი გზა, რისი მეშვეობითაც მჭედლიძე დაცული ტერიტორიების გურუ გახდა, ბილეთების ელექტრონული გაყიდვების ექსკლუზიური უფლება იყო. სახელმწიფოს მიერ დადგენილ საფასურს 15%-ს ზემოდან ბილეთების გამყიდველი კომპანია თავისთვის ამატებს. მან ეს უფლება შეპესე გურუს 2019 წლის აპრილში, მისი თავმჯდომარეობის დროს 10 წლის ვადით მიანიჭა. დღეს კი მამუკა მერკვილაძესთან ერთად თავად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელიც მარტვილისა და ოკაცეს კანიონებში, კინჩხას ჩანჩქერზე, სათაფლიის ნაკრძალში, ნავენახევისა და პრომეთეს მღვიმეებში, ანუ საქართველოს ყველაზე მონახულებადი ბუნების ძეგლების ბილეთებს ყიდის და ახლა აღარც ევალება ბუნების დაცვასა და ტურიზმის განვითარებაში ზღვარი გაავლოს. აღარ ევალება ველურ ბუნებას ველური, უკონტროლო ტურიზმით არ გადაუაროს. ზოგადად არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, რომ ჭარბმა ტურისტმა გამოიწვია იმ ღირებულებების დეგრადაცია, რისთვისაც მიდიოდნენ ეს ტურისტები და შემდეგ დაცულ ტერიტორიის ღირებულებაც დაეცა და ტურისტებიც აღარ მიდიოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაცული ტერიტორია აფრიკაში, ტანზანიაში გორონგოროს ეროვნული პარკი არის ეგეთი, რომ ძვირი ღირს შესვლა $275 თუ სწორად მახსოვს ერთი კაცის, მაგრამ დღის 4 საათზე უნდა დატოვოს ის ტერიტორია ყველა. თუ შეიძლება რაღაც ან დაგიჭირონ, შეიძლება გესროლს კიდევაც რეინჯერმა. ჩვენთან კიდე რა მოხდა ხა? იმის გამო რომ ბევრი ასე ვთქვათ სურველი იყო, გადაწყვიტეს რომ ღამითაც შეეშვათ ზოგიერთ დასულ ტერიტორიაზე მარტვილს და განათებები ჩართეს. რაც აბსოლუტურად მიუღებელია ღამის განათებას რა უნდა დასულ ტერიტორიაზე, ხო? თავარი დანიშნულება რომ დაცული ტერიტორიების არის ლანდშაფტების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ეს არის მთავარი. მერე მოდის ზედნაშენად ტურიზმი. პირიქით არის რა. და ჩვენ პირველ რიგში წავიღეთ ტურიზმი, თან ინტენსიური ტურიზმი, დაცებლური, რაც არ შეიძლება დაცულ ტერიტორიისთვის არ შეიძლება. მაგრამ და იმას ვამაყობთ, რომ არიქა მოგება ნახა სახელმწიფო ამდენი ტურისტი შევიდა. უფრო მეტი ტურისტი ნახავს, თუ შევინარჩუნებთ ლანდშაფტებს. უფრო მეტი. ზიპლაინების გარეშე. აი რაც უნდა ამას ხა რაც უნდა რომ ამის მაგივრად ფენსის კამი დადგას. ეს თვითონ გვითხრა ინვესტორმა, რომ დამეთანხმებით ალბათო რომ ამ ქვაზე დაჯდომა და წამოწოლაო არ არისო ისეთიო და ამიტომ ფენსის კამები უნდა ჩავდგათო და ამ ფენსის კამებს გვეუბნება თან რომ უნდა გააქირაოს. და ბოდიში ყველასთან ვისაც არ შეუძლია ქვაზე ან დაჯდეს ან წამოწეს, მაგრამ არ შეიძლება აქ ჩემი აზრით არც ბეტონი არ შეიძლება და არც ფენსის კამი რო იყოს ეგეც არ შეიძლება. შეუძლიათ რომ ქვები გაასწორონ და ჩვეულებრივად წამოწვენ, უფრო კარგიც იქნება. აი ეს შევა მინდა რომ ფენსის კამელებს მიცნო. დაცული ტერიტორიების არსი, ველური ბუნების, მისი მრავალფეროვნების დაცვა, ასევე შემეცნება. ადამიანებისთვის ველურ ბუნებასთან ურთიერთობა იმისთვის, რომ გარემოს დაცვამ მათი სახით მეტი გულშემატკივარი შეიძინოს. ამდენად დაცულ ტერიტორიებზე დასაშვები და სასარგებლოა ეკოტურიზმის, მაგრამ არა მასობრივი ტურიზმის განვითარება და მით უმეტეს მათი ისეთი ატრაქციონებით განადგურება, რომლებიც სხვა სივრცეშიც თავისუფლად შეიძლება მოეწყოს. ადამიანი, რომელსაც აქვს შეხება ამ ბუნებასთან, გადაადგილდება ჩვეულებრივად, შეუძლია მდინარეში ჩახტეს, შეუძლია ეურთიერთოს მეორე ადამიანს, ეს უფრო შემეცნებითია თუ
როლერ კოსტერით დაშვება 30 წამით და უცებ ძალიან ურცხვად თომა დეკანოიძე დგება ეხანდელი მოადგილე დაცულებისა. ესე ძალიან ისე მეუნება, რა თქმა უნდა, როლერი, იმიტომ რომ ზევიდან უყურებ ყველაფერს და უცებ ყველა შოკი ქონდა. ტურისტულადაც რო ვკითხეთ, დაგვეთანხმებით ალბათ რომ ეს ჩანთიანი ტურისტებიო ფულს არ ტოვებენო. და ძირითადად მაგიტო უნდა გადავიდეთ სხვებზეო და ამ სხვებში იძახის არაბებზეო, რუსებზეო და ეხლა რო დააკვირდეთ რო ქონა აქ დააკვირდეთ რომ იქ ვიზიტორები რომ მოდიან, ძირითადად უკვე მოდიან არაბები და რუსები. მანამდე დადიოდნენ ძირითადად ევროპელები, რომლებიც ეს ჩანთიანი ხალხის ესენ ეძახიან. არ დატოვებდნენ ადგილს, რომელსაც არ ნახავდნენ და არ შეიმეცნებდნენ და ამათვის ყველაზე ძვირფასი იყო ადგილობრივთან კომუნიკაცია. ფულსაც ეგენი ყველაზე მეც ტოვებენ. რჩებიან, იქ ერთ ადამიანთან დარჩა, სახლში გადაუხადა ფული, მეორე ადამიანს გაიღო რომ სულ უგუნწყიდის, სულ უგუნი იყიდა, მესამე ადამიანთან მიდის რომ თაფლი იყიდოს, მეოთხესთან ღვინო და სინამდვილეში გამოდის რომ სახელმწიფო უფრო ვითარდება, იმიტომ რომ მოქალაქეები ვითარდებიან უშდა. ამაზე დიდი განვითარება სახელმწიფოს არ არსებობს, რომ შენ თვითონ მოსახლე ფეხზე დგას და რაღაცას აკეთებს. ეს არის სულგუნის ყველის მესაქონლეობის სოფელი და ამ გზაზე ხშირად ნახავთ შუა გზაზე მდგარ საქონელს. რაც გარდაუვალი პროცესი არის, როცა სოფლის ეკონომიკა და ყოფა დამოკიდებულია სრულად ამ საქმიანობაზე. ფიზიკურად ვერსად ვერ წაიყვან მათ და ეს ხშირი მოძრაობა სოფელში რაღაცნაირად ურბანიზება პატარა სოფლის, ველურ ბუნებაში მოქცეული სოფლის, რა თქმა უნდა მოიტანს ყველანაირად უარყოფით შედეგებს. პროექტსაც რო გადავხედეთ, ამ პროექტში ავტოსადგომიც კი არ იყო გათვალისწინებული. ანუ მე ამ პროექტს მაგალითად ისე მოაწერა ხელი, რომ არც დაინტერესებულა, რომ ინვესტორი როცა იძახის, რომ 60,000-დან 100,000-მდე ვიზიტორს მოვიყვან მე, სად მიყავს ეს ხალხი, სადაც შერებიებს მანქანას, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სივრცე ამ ტერიტორიაზე არის ახლა ეს ადგილი, სადაც კარავია გაშლილი, ეს არის კერძო საკუთრება და ფიზიკურად არანაირი სივრცე არ ქონდათ ავტოსადგომისთვის და ინვესტორმა გვითხრაო, როგორც მე ამბობს, რომ ვინმეს მიწას ვიყიდი და იქ გავაკეთებ. ანუ ესე უბრალოდ რა სიტყვაზე ვენდე და მოუწერე ხელი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი არაპროფესიონალიზმი. ადამიანებს, რომელთა ძირითადი მოწოდება და პროფილი ფულის კეთებაა, გარემოს დაცვაშიც შემთხვევით მოხვდნენ და ტურიზმის საზომით სულადობა ჰგონიათ, გვინდა საერთაშორისო და ეროვნული სტატისტიკა შევახსენოთ. ეგრეთ წოდებული ჩანთიანი ტურისტები, ვიზიტორები ევროპიდან და ამერიკიდან ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას სამჯერ მეტ ფულს ტოვებენ, ვიდრე რუსები და უფრო ქონგურებს, წნულებს, ნართებს, ქვაში ნაკვეთ საფეხურებსა თუ ხის ოდასახლებს ეძებენ. ვიდრე ფენსის კამებს, ზიპლაინებსა და როლერ კოსტერებს. გვეუნებიან პირდაპირ რომ შენი ოდაბადედან შენ სადაც დაიბადე, შენ სადაც ადამიანად ჩამოყალიბდი, კაცად ჩამოყალიბდი, რაღაცა მდინარის პირას ერთმანეთი გაიცანი, იქ სტუმრები მოვიდა, იქ რაღაცა ყველა რო სიამოვნებას ღებულობდა, ყველა ქართველი თუ ტურისტი, ამით სიამოვნებას რო ღებულობდა, გვეუნებიან პირდაპირ რომ ეს არ არის უკვე შენი, ეს არის ჩემი ტერიტორია, შენ რო შემოხვიდე აქ, მე რაღაცა თანხა უნდა გადამიხადო და შემოგიშვებ მე რა. ჯერ ერთი რომ შეგიშვან თანხის სანაცვლოდაც იქ ისე დაგილაგებს ყველაფერს, რომ შენ საკუთარ თავს ვერ იპოვი რა, შენს დინარეზე, შენს კუთხეში, შენს ოდაბადეში, შენს საკუთარ თავს რო ვერ იპოვი, მეორე დღე არც მოგიწევს იქ ჩასვლა და სურვილიც არ გექნება რომ ჩახვიდე. სამშობლო, აი პირველ რიგში მდინარე, თა, რაც საერთოა ჩემია და ჩვენია, ყველასია. ეს არის სამშობლო რა. ამის იქით 40 წელი იჯარა, ხო? 40 წელი ჩვენ არ ვიქნებით, ხო? ვერ გაძღნენ ესენი ფული და ფულის საჩვენებლად არიან მოსული და იმიტომ არ აკეთებენ, რომ თვითონ უნდა ჯერ ხელში ჩაიგდონ და მე გაგეთებენ თვითონ თავის საკუთრება იქნება, მე და აი რა იყო და რა გავაკეთეთ, მე გეძღვე ეს ეკალბარდებით იყო სავსე, აი რა გავაკეთეთ ჩვენ, მაგრები ვარ, რა კარგები ვარ, დავასაქმეთ ხალხს და მას გეძღვე ამე. პირველი და უმთავრესი, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს უნდა გაეკეთებინა იქამდე, სანამ ბუნების ძეგლების გაიჯარების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მერე ინვესტორი შემოღობავდა და ხეების ჩეხას, კლდეების დაკერხერებას და რკინაბეტონით შენებას შეუდგებოდა, იყო მენეჯმენტის გეგმა. ეს არის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, შემუშავებული ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლითაც იმართება დაცული ტერიტორიები. მთის ამბების მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე მენეჯმენტის გეგმა ახლა იწერება, როცა იქ მთელი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია. ბალდის კანიონის მენეჯმენტის გეგმაზე მუშაობა კი ჯერაც არ დაწყებულა.
მენეჯმენტის გეგმა არ აქვს ზოგიერთ დაცულ ტერიტორიას იმ საბაბით, რომ თანხა არ იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში მენეჯმენტის გეგმის შემუშავებით და თანხა შეიძლება იყოს არის დაახლოებით $50,000 საშუალოდ, რო ვთქვა, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შექმნის, რაც მოიცავს კვლევებს და ასე შემდეგ ყველაფერს. და ამ დროს 10 მილიონობით იხარჯება დაცულ ტერიტორიებზე და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვისთვის, ბილიკების მარკირებისთვის, ხო? ბევრ კითხვას ბადებს, კაცო. შენ ფული არ ქონდა რომ მენეჯმენტის გეგმა გაგეკეთებინა და უცებ 10 მილიონი აღმოგაჩნდა რომ მარკირება გააკეთო ბილიკების, რომელზეც მენეჯმენტის გეგმა შეიძლება თქვას რომ აქ არ უნდა გაიყვანა ბილიკი, სხვაგან უნდა გაგეყვანა. საქართველოში ბევრი ლანდშაფტია, რომელიც არ არის დაცული ტერიტორია და შეიძლება იქ გაკეთდეს ესეთი ატრაქციები, თუ ატრაქცია გვინდა, ხო? ზიპლაინები და ასე შემდეგ, მაგრამ არა დაცულ ტერიტორიებზე. დაცული ტერიტორიებისთვის სხვა კატეგორია ღირებულება დაცული ტერიტორიების არის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ანუ შენახვა, ლანდშაფტების დაცვა. ეს არის ღირებულება. ზიპლაინი და როლერი ბალდელებს პირდაპირ ეზოებში უდგათ და ბუნების სანუკვარი საჩუქრის ფასს ზედმიწევნით აცნობიერებენ. ადგილობრივი თემები, როგორც გარემოს ტრადიციული მოსარგებლეები და გუშაგები, დაცული ტერიტორიების პოლიტიკაში მთავარი გმირები უნდა იყვნენ. ხელისუფლება კი მოქალაქეებს, ბუნებასა და ინვესტორებად ქცეულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის ამ უკანასკნელებს ირჩევს. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და რამდენი ხანიც არ უნდა დაჭირდეს, როგორი რთული და აუტანელიც არ უნდა იყოს, ამას გავაკეთებთ. თმენა როგორც ძლიერი იარაღი ჩვენი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოზირი გამოდგა და რა თქმა უნდა ეს ძნელია, იმიტომ რომ მეორე მხარეს როცა ასეთი ძალა დგას, შენ რაღაცა საპირწონე იარაღი უნდა გქონდეს და ზუსტად მაგ სიძნელეში არის ჩვენი გამარჯვება დღემდე და ხვალინდელი გამარჯვებაც, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით. წლები რო გავიდეს და კიდევ მოგვიწიოს კარავში ცხოვრება, მე პირადად და ყველა მთელი ბალდა გააგრძელებს კარავში ცხოვრებას და გავაპროტესტებთ ამას, სანამ ჩვენ შეგვეძლება რა. მივყვებით ბოლომდე ოდაბადეს დასაცავად და სოფლის დასაცავად. მეორე წელი იწურება სამეგრელოს პატარა სოფელი დღე და ღამე ზამთარ ზაფხულ დარაჯობს თავის ზურმუხტისფერ მდინარეს, რომელზეც როგორც სულიერზე ისე ლაპარაკობენ და არა ფულის წყაროდ, არამედ სიცოცხლის წყაროდ აღიარებენ. ხეობად, რომელმაც მათ დამოუკიდებლობა, მოთმენა, შიშის დაძლევა ასწავლა და ძალა აპოვნინა საკუთარ თავში. სახელმწიფო ჩვენ ვართ ადამიანები და ეს ძალიან მინდა რომ ყველამ გავიაზროთ, რომ სინამდვილეში ეს ქვეყანა არის უბრალო მაცხოვრებლის და ის თავრობა, ეგრეთ წოდებული, იმათ მართველები ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა მართოთ ისინი და არა იმათმა ჩვენ.